მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები 262 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. თქვენ იცით ამ საპროტესტო აქციის მოთხოვნები, თუმცა შემიძლია შეგახსენოთ, საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ, რომ გადადგეს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ასევე მოითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და თავისუფალ გარემოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. რადგან როგორც ინფორმირებული ხართ, იცით რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, ასევე არ აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა. პროტესტი გრძელდება, თქვენ თვალსადევნებთ ამას ჩვენ ჩართვებში. საპროტესტო აქციები იმართება არა მარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და პროტესტში მყოფი ადამიანები ჩვენ ჩართვებში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ დათმონ თავიანთი მომავალი, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და რაც თავარია დემოკრატია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდული აქვს ქართული ოცნების არაღიარებულ ხელისუფლებას. თქვენ იცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არაერთი რეპრესიული კანონმდებლობა მიიღო, რომელიც ზღუდავს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების ფუნქციონირებას ქვეყანაში, ასევე ზღუდავს თავისუფალი მედიის განვითარებას და ფუნქციონირებას და ასევე გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ბუნებრივია აისახება საპროტესტო აქციებზეც და ნებისმიერ სხვა გამოხატვაზეც და თქვენ იცით, რომ ამ თვეების განმავლობაში მოქალაქეებს აჯარიმებდნენ 5,000 ლარიანი ჯარიმები, ანუ კოლოსალური ჯარიმებია, მხოლოდ იმაზე, რომ მოქალაქეები ქუჩაში დგანან და გამოხატავენ თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, მოსაზრებას, თავიანთ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. და ამ ფორმით ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლება წნეხში მოაქციოს პროტესტი და გატეხოს პროტესტი, თუმცა როგორც ხედავთ, 262 დღეა პროტესტი ქვეყანაში არ ნელდება. ასევე შეგახსენებთ, რომ სინდისის პატიმრებიდან 65 სინდისის პატიმარია იცით ტყვეობაში, თუმცა აქედან მხოლოდ 2 ადამიანი გამართლდა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დანარჩენი, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკური პატიმრები ისევ რჩებიან ციხეში. გუშინ იყო ერთ-ერთი სასამართლო, 22 წლის აბრამოვის სასამართლო, რომელსაც ნარკოდანაშაულში სდებდა ოცნების სასამართლო და პროკურატურა ბრალს, თუმცა ის გაამართლეს, გუშინ გამოვიდა, თუმცა 26 წლის ხომერიკი, მუსიკოსი, პატიმრობაში დატოვა გალუსტაშვილმა, მოსამართლე გალუსტაშვილმა და მას 4 და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცხადია, პოლიტიკური პატიმრები არ აღიარებენ თავიანთ ბრალს და პრინციპში ჩვენ სასამართლო პროცესებიდან ხედავთ, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს არც რეალური მტკიცებულებები და არც რაიმე მტკიცებულებები და არც მოწმეები არ არიან მათი, ასე რომ ვთქვათ, სანდო, იმიტომ რომ ძირითადად პოლიციელები არიან მათი მოწმეები, რაშიც ძალიან ნათლად და კარგად ჩანს, რომ აი ამ მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად ვიღაცას ტოვებს რეჟიმის სასამართლო ციხეში და ვიღაცას ათავისუფლებს. ჩვენ ახლა აქ ვხედავთ ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკა გუნცაძეს და მინდა რომ ის ჩავთო პირდაპირ ლაივში. ქალბატონო ლიკა, მოგესალმებით, ბათუმელების ჩართვაში ხართ და ეხლა ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდი ამ სასამართლო პროცესებზე, რომ გუშინ აბრამოვი გაათავისუფლეს 22 წლის ახალგაზრდა, თუმცა პატიმრობაში დატოვეს ხომერიკი, მუსიკოსი ბიჭი, ახალგაზრდა, რომელსაც სასამართლო
უпроსტად ბრალდების მხარე ვერ უმტკიცებს დანაშაულს, ხო? ჩვენ ვესწრებით ამ სასამართლო პროცესებს და ვხედავთ, რომ არ არსებობს საქმეში რეალური მტკიცებულებები, თუმცა ვიღაცას უშვებენ, ვიღაცას ტოვებენ, ასე რომ ვთქვათ, პატიმრობაში. რა არის ეს თქვენი გადმოსახედიდან, თქვენი შეფასებიდან, რას აკეთებს, ასე რომ ვთქვათ, სისტემა? ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, კიდე ახობაძეს აბრამოვი თავისუფლებაზე რომ გამოუშვეს და ნუ არ ვიცი, ძალიან გაგვიხარდეს ყველას. ხომერი კი არის ანდროს თანახმე საქმე და არაჩვეულებრივი ბიჭი. ეს ისედაც ვიცით, რომ ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვიცი ანდროსგანაც ძალიან მიყვარს და უწესიერესი ადამიანია, უწესიერესი ბიჭია, მუსიკოსი, თავმდაბალი, არაჩვეულებრივი. რას აკეთებს, იცით რა, მე ზუსტად ვერ გეტყვით მაგას, მაგრამ მე ესე მგონია, რომ რაღაცა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ემოციებზე თამაშობენ? ან გადაფარვა უნდა და აი თქვა ერთი გამოუშვეს, მეორეს მიუსაჯეს. ეს არის თან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მე ესე ვფიქრობ. თუ იმიტაციას ქმნიან, რომ სასამართლო არსებობს და თითქოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ამასაც ქმნიან, რომ აი თქვა დასავლეთის თვალშიც და თავისი ამომრჩევლის თვალშიც გამოჩნდეს, რომ აი ვიღაცას უშვებს. და ვინც დამნაშავე, იქ არავინ არ არის დამნაშავე, ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს არის აბსოლუტურად თეთრი ძაბული ჩეკერების საქმეები. სრულიად უდანაშაულო ნარჩევი ბიჭები ზღედან ციხეში. და მე მგონია, რომ იცით, მათი ამომრჩეველიც უკვე ყოფილა უკვე, იმიტომ რომ უკვე ყველამ დაინახა, რომ ეს ბავშვები სასამართლოები და კიდახურეს სასამართლო პროცესები, მაგრამ მაინც იწერება, მაინც და იმდენი ხანი იყო, ხო ეს ღია, რომ ყველამ დაინახა, ემოციურად ყველა უხურებს ამ უდანაშაულო ბიჭებს და არ შეიძლება ადამიანს რაღაცა შიგნით არ შეუტოვდეს. ეს ხო ჩანს, ხო? არც ერთი მათგანი არ არის დამნაშავე. და რას აკეთებენ აი მე ძირითადად ჯერჯერობით ორი გათავისუფლებული სინდისის პატიმარი ყავს და ორივე იყო ნარკოდანაშაულში ბრალდებული. იმათ თქვათ, ვისაც ედავებიან აი საპროტესტო აქციების რაღაც ორგანიზებას, ან თითქოს რაღაცეების სროლას პოლიციელზე, ან ვიღაც სპეცრაზმელზე, ესენი დატოვეს ციხეში. ანუ რას აჩვენებენ ამით, თქვათ, რომ აი ორგანიზებას არ გვაპატიებთ არავის, რომ თითქოს რაღაცა დადდებოდა, რაღაცა არ ვიცი, რა ორგანიზება, რა ჯგუფური, ერთმანეთს არ იცნობდნენ ეს ბავშვები, ერთმანეთს გაიცნო. ცხადია, მტკიცებულებები არ აქვთ, მაგრამ მაინც მუხლების მიხედვით ვამბობ ამას. მტკიცებულებები არ აქვთ და როგორც უნდათ მაინც ისე ჭრიან და კერავენ ახლა. დათუნა ხომერიკი, რა ვიცი, რისთვის მიუსაჯეს ამდენი წელი ამ ახალგაზრდებს და ასე შემდეგ ათედებდეს და არ ვიცი, აი ვერაფრით ვერ ხსნი ეს რა არის. ნარკოდანაშაულზე. ფიქრობთ, რომ შეიძლება დანაშაულიც არ ყოფილა. არც კაცის შემთხვევაში, არც ახობაძის შემთხვევაში, არც აბრამოვიჩ ხო ვიცით, ეს არ ყოფილა ეს დანაშაული, ჩაუდეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ესეც ერთგვარი ზეწოლაა, მაგალითად, რომ აი იძულებული გახადონ და მათ პრეზიდენტს მიმართონ, რაღაც შეწყალების ეს გამოიყენონ, რაღაც ფუნქცია დააკისრონ, ხო, ყაველაშვილს, რომელსაც არავინ არ აღიარებს პრეზიდენტად. შეიძლება, იმიტომ რამდენიმე მოსამართის მხრიდან იყო ეს შეთავაზება, რომ მე კი გიჟი, მაგრამ შენ მე შეწყალებას მოითხოვე. ხო და რა ვიცი, ჯერჯერობით არავინ შეწყალებას არ ითხოვს და არც ერთი ბიჭი არ გადაჭრილა და რა ვიცი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამის შემყურე? კი, ცხადია, ისე რაღაცნაირად ჯერ ვერ აბალანსებენ ბოლომდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ აქციის ორგანიზატორობის სახელით დაკავებულები არ გვინახავს გათავისუფლებული, რა მოლოდინი გაქვთ, რომ შეიძლება ის 11 ბიჭიც დატოვონ? ვერაფერს ვერ ვიტყვი, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე სულ მაგ იმედი, რომ გამოჩნდება ისეთი მოსამართლე, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და ზემოდან გაქვთ ამის იმედი, რომ შეიძლება არ მაქვს, მაგრამ მე
ჯერ ადამიანების და ხო შეიძლება რომ სისტემის მსახური გადააბიჯებს თავის შინაგან რწმენას, ასე რომ ვთქვათ. ძალიან ცოტა შანსია მაგის, მაგრამ მინდა რომ დავიჯერო, რომ ჯერ ადამიანების ოპტიმისტი ვარ და თუ ესე მოხდა, აი, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ესე მოხდა. ნაკლები მოლოდინი მაგრამ ვნახოთ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ლიკა გუნცაძეს ვესაუბრებოდით, ანდრო ჭიჭინაძის დედას. ჩვენ შევეცდებით, რომ გავესაუბროთ აქ მყოფ სხვა ადამიანებსაც და მოგასმენინოთ მათი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მოგესალმებით. ბათუმელების ჩართვაში ხართ და ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ გაგვიზიაროთ მიმდინარე პროცესებზე ცხადია თქვენი მოსაზრება, ექიმი ვაჟა, ბატონო ვაჟა. რას ფიქრობთ პირველ რიგში ამ პროტესტზე, იმიტომ რომ ყველა ექსპერტია თუ ვთქვათ ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღეს ისევე როგორც არასდროს უფრო ძლიერია დასავლეთის ინტერესი კავკასიის მიმართ და საქართველოს მიმართ, მაგრამ აი ამ რეჟიმის ვთქვათ დასრულება მაინც შიდა პროცესებზეა დამოკიდებული და საქართველოს მოქალაქეებზე თქვენ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ? ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მაგალითი იყო ავღანეთი, სადაც თითქმის 20 წელი იყო შეერთებული შტატები და მოსახლეობა რომ გარდატეხა ვერ მოხდა მოსახლეობაში და იზოლირებიდან დაეთხოვებოდა. თუ მოსახლეობა საზოგადოება გაჩერდება, რა თქმა უნდა, ევროპასაც და ამერიკასაც დავაუწყებთ. დღემდე რომ ასე თუ ისე მაინც საქართველოს საკითხი აქტუალურად დგას, ეს არის მოსახლეობის იქ ნაწილის დამსახურება, ვინც აპროტესტებს ბათუმში. ცხოვანი თბილისის არცის ძალიან დიდი, ქუთაისში, გორში, სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტის პუნქტი არსებობს. ალბათ რეალურად ვავიღოთ ალბათ ოცნებას, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია გარდა ფულისა, ძნელია რომ ხო, მაგრამ რუსული იდეოლოგების მიხედვით მათი ასე რომ ვთქვათ, ხო, ძალიან ძნელია მესიჯებით მუშაობენ. გარეშე რომ ხარდამჭერი ბევრი ყავდეს. შეიძლება იყოს მარტივად 15,000 ადამიანი აქტიური ხარდამჭერი, ვინც ხოთაი ხეირობს ოცნების არსებობას შესაძლოა კაპოს და ჩვენ ბიუჯეტს ჩვენ ქვეყანას და ალბათ სამართლებრივ ორივე სახლამდე არ მივა ეს პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ალბათ 4 ოქტომბრის მერე მალე მივიდა. აბსოლუტური ძალაუფლება იქნება და თავისი გაგებით და თავისი ხარდაჭერების გაგებით უკვე ლეგიტიმურით მე უკვე ყველაზე გადავა. არა მარტო იმ აქტივისტებზე, ვინც აპროტესტებენ, არამედ უკვე იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს აღშიძეს და ფიქრობს, რომ მე ჩუმადა ვარ, მე არაფერს არ ვაქტიურო და მე არ შემიძლია. სამწუხაროდ საქართველოს ისტორია გვაქვს. ბატონო, რაღაც ესეთი მომენტიც არის ზოგჯერ, რომ თითქოს საზოგადოების რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ანუ ის ელოდება უფრო დასავლეთის ჩარევას, რომ აი დასავლეთი დაგვეხმარება რეჟიმის მოშორებაში, მაგრამ რეალურად ხედავთ, რომ გარე პოლიტიკა ჩვენ შემოყურებს, ანუ შიგნით მოსახლეობა რას აკეთებს. ანუ და ეს ერთმანეთის შემხედვარეობა ხომ არ აზიანებს სიტუაციას. ჩვენ იგივე რაც რუსეთის იმპერია დაიპყრო საქართველოს, სულ აღმოკიდებდა ფიქრობ და ველოდებით ვიღაცას, რომელიც ჩვენს მაგივრად გააკეთებს საქმეს. ჩვენს გასაკეთებელს ხვალ ვერ გააკეთებს. შეიძლება ხალხი ამოგიდგეს დაგვეხმაროს, მაგრამ ძირითადად ჩვენი გასაკეთებელი. ძირითადად არის საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელი და თუ ჩვენ არ გავაკეთებთ და ნეიტრალურ და ობიექტურ არ გადმოვიდა ქვეყნის ინტერესების მხარეს, იქამდე ჩვენ აფრაში ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. თქვენც გაგესაუბრებით თუ არ შეწყვეტებით. ზურა ხო? კი ბატონო. ბათუმელების ჩართვაში ხართ და აი ბატონ ვაჟასაც ვესაუბრებოდი პროტესტის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ჩვენს პროცესები, ხო, კავკასიაში ფაქტობრივად ჩვენი მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ორიენტირებული გახდნენ ევროპაზე, დასავლეთზე და ამ დროს საქართველოს, რომელსაც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება, ასე რომ ვთქვათ, მართავს,
მიექანება პირდაპირ რუსეთისკენ, ხო? ერთადერთი შემაკავებელი ძალა არის ხალხი, რომელიც მე-9 თვეა არის პროტესტში. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? ხალხის მოქმედება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი თუ მაინც საჭიროა თქვა გარე აქტორების დახმარება ამ საკითხში? სოლიდარობასთან მხარდაჭერას გულისხმობთ, ხადია? მადლობა სიტყვისთვის. პირველ რიგში ისე ცოტა ცელ კონტექსტში რო ჩავსვათ ეს ყველაფერი, ხო? საჭიროა თუ არა საჭირო, ასე ხდება ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით სულ, რომ თუ კი რამე მომხდარა, კარგიც და თუნდაც საქართველოს ისტორიაში დიდი გადანაწილების დროს მომხდარა ეს, თუნდაც იყო ეს ქართული სამეფოების ანექსია რუსეთის მიერ, იმიტომ რომ ნაპოლეონი იყო ევროპაში და კაცი შვილ სხვა სამეფოს არ ეცალა ჩვენთვის რომ რაღაცა და ნუ მერე ხა პირველი მსოფლიო ომის დასასრული და დამოუკიდებლობის გამოცხადება, იქაც რუსეთის იმპერიის დაშლა და მერე უკვე უშუალოდ საქართველოს ესეთი დასუსტებული რო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესეც იმიტომ რომ რუსეთს არ ეცალა ჩვენთვის და რუსეთს კიდე თავის უბედურებებში იყო იქ თორე ძალიან მარტივად შეეძლო მაშინ საქართველოს გაქრობა ნუ ბევრი რამეში ან საერთაშორისო დონეზე გვიმართლებდა ან არ გვიმართლებდა მაგრამ მე მგონი ახლა ჩვენ უფრო გვიმართლებს საერთაშორისო ინტერესებში მაგრამ შიგნით გვაქვს პრობლემა ხო აი ეგ არის ესეც არის ისეთი ამბავი რომ დაუშვათ აი როცა ყოფილა ეგეთი შემთხვევები აი ხანდახან შიდა თემები არ დამთხოვია ხოლმე რა აქეთ ასე და რა რისი ბრალია ეს რატო ხდება მაშინ რატო ხდება ვავხებთ ვერაფერს შიდა და გარეთ აინტერესებს. აი ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი კითხვაა, რატო ვერ ვამბობთ ერთმანეთს. მაგრამ მოკლედ ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვა ის არის რომ არის ხედვებში აცდენა მაგალითად მე ჯერა და ვიცი ხო სახეზეც ეთყობა და მოქმედებადაც ეთყობა საათ მიდის ადამიანი დასასვენებლად დავარქვათ სიტყვაზე აქეთ მხარეს და ყველა მიდის დასავლეთში უბრალოდ ვიღაცა დასავლეთ თავად ისინიც ვინც და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან რა თქმა უნდა ხო და უბრალოდ ქართული ოცნების მომხრეებისთვის ეს ასე ახსნეს რომ ჩვენ გვინდა დასავლეთი ყავის ზმნის დონეზე და უშუალოდ ისინი ვინც არ ეთანხმება დაუშვათ ამას ისინი ამბობენ არა მარტო ყავის დალების დონეზე დაუშვათ რაღაცა ფლორენციაში ფოტოების გადაღების დონეზე არამედ ღირებულებების დონეზეც რომ შენი უფლება იყოს დაცული და რაც თავარია ყველაზე მთავარი რაც აბსოლუტურად ამოსავალი წერტილი არის ავიღოთ ღარიბები ხო და სიღარიბე არის აი უდიდესი საშუალება საზოგადოების მართვის აღარიბე ადამიანი და მე რაც კიდე ისაკეთებინა ხო და მუშაობს ქართული ოცნება მაგ პოლიტიკით ხო რაც შეიძლება დაასუსტოს ყველა ფენა საზოგადოებისია საზოგადოება მარტივად იყოს მოწყვლადი მე და იმპულს დაჟერდეს და არა დაუშვათ სხვა ღირებულებებზე ხო და ეს ზოგადად თუ გადავავლებ თვალს ხო მაუძედუნის შინეთიც ეგეთი ღარიბი იყო ხო სტალინის დროინდელი საქართველოს ეგეთი და საქართველოს საბჭოთა კავშირიც ეგეთი ღარიბი იყო ხო აი ეს ყველაფერი ხო ამაზე არის დაფუძნებული რომ სიღარიბე არის ძალიან კარგი საშუალება ის რა რომ მე იმ ადამიანს უკვე პური აინტერესებს და არა სხვა ღირებულებები და ჩვენ უბრალოდ ეს გვაქვს საშუალება რომ გასაგებენაზე ავხსნათ ეს გასაგებენ მაგალითად და ჩვენ მარტო სიღარიბის პრობლემა არ დაგვიყენა ხო ქართული ოცნების ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პრობლემის წინაშე დაგვაყენა და როცა სახელმწიფოს კარგავ მაშინაც მაინც პურია მნიშვნელოვანი უკვე გააჩნია ვის კითხავთ ხო ღარიბ ადამიანს თუ შევეკითხებით რომელსაც თუნდაც ღარიბისთვის სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანია თუ თქვათ დროებითი სიღარიბე რომელსაც მალე შეიძლება დააღწიოს კი აი ეგ ზუსტად ეგ არის თემა რომ აი რას როგორ შეუფუთავ შენ ამას ადამიანს და რას დააჯერებ ხო დაუშვათ დავარ აი ვიღაცა როდესაც მესაუბრება სუვერენიტეტზე სულ მაგ ეგეთი კითხვა სუვერენიტეტზე თუ მესაუბრები ცხინვალში რატო ვერ ჩადიხარ სოხუმში რატო ვერ ჩადიხარ სად არის არასოდეს ყოფილა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ხო კოლბახიძე ანუ არა მარტო ეგ არის ჩვეულებრივი ადამიანი დაუშვათ აი ფეისბუქზე რომ წერს ხოლმე მე ვარ გაგრაში დაბადებული 93 წლის მერე არ მინახავს ჩემი დაბადების ადგილი ხო და სუვერენიტეტზე თუ ვაპარაკ მაშინ რატო იქ რატო იქიდან რატო მე ახლოს აქ ბათუმში კი არა მე გაგრაში უნდა ვიყოს ეს მაგალითად ხო და აი ეგ თემა არის რა ანუ აბა რა არის მაშინ აი პროპაგანდა ნახეთ როგორ ამუშავებს ის ამბობს რომ ეს საოკუპაციო ხაზი რუსეთის ბრალი კი არ არის ნუ ვიღაც გაურკვეველი deep state-ის და ეხლა რუსეთმა უნდა დააბრუნოს შვიდობის გამო და ამაზე აი ასე მუშაობს პროპაგანდა და ვიღაცას ჯერა მე მგონი არ ვიცი კი და ანუ ესეც არის ესეთი
ნელი და ფრთხილი მუშაობის ამბავი, რომელსაც ერთ დღეში ასე ამას ვერ იცავს. ნელ-ნელა ხდება ამის მიწოდება და ნელ-ნელა რაღაცების გადაყვანა რა საზოგადოების შეცდენა, ასე ვთქვათ, რომ დაუხატავს პარეალობას და მე ნებისმიერ რამეს უკვე ადამიანი როდესაც რაღაცას დაიჯერებს, მე ეცდება რომ ნებისმიერი რამე ხესო ფოტოები ჩამოვარდება სიტყვაზე, ესეც იმას დაუკავშიროს, რაც დააჯერებს, ხო? აი, აქედან გამომდინარე, ეგ არის რომ ადამიანი პირველ რიგში ხო არის რომ რისი შეერა ან რა დააჯერეს და შემდეგ უკვე თვითონაც ყრებავს ამ ადამიანი ამას და ამიტომ მთელი ამოცანა აქ არის ის რომ ამ ადამიანს მისთვის გასაგებენაზე აუხსნათ ხოლმე რაღაცები და აი ეგ არის ჩემიაზეთ ერთადერთი გამოსავალი შიდა ნაწილში რა რაზეც დაუშვათ შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს ველაპარაკოთ არანაირი ქეთმაღლობით არანაირი რაღაცა იარლიტებით პირიქით ის რომ რაღაცა აი მაგალითები ვაჩვენოთ ანუ არგუმენტები ვაჩვენოთ მაგრამ პროპაგანდაზე ზოგჯერ ვარ მე მაგალითად ძალიან მომწონს თქვენი ციკლი ქონდათ ადამიანებსაც აი რეპრესირებულთა ოჯახების შთამომავლების როდესაც სასაკოვანი ადამიანები ლაპარაკობენ თავებს მშობლებზე ბებიებზე ბაბუებზე რომ რა გამოიარეს მათ და ასეთი არაოფიციალური ტონით ნათქვამი ვიღაცისთვის შეიძლება უფრო გასაგები იყოს აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა ამ ერთად ცხოვრება და მოგვიწევს ერთად ცხოვრება, ხო, მინდა თუ არ გვინდა ეხლა საქართველოს კავკასიონისებად ვერ დაიშლება, ხო, მიუხედავად პოლიტიკური მიმართულების საფრთხის, ხო? აქედან გამომდინარე, მე ამაში ვხედავ, რომ ერთი ესეთი წარწერები არის ხოლმე, მეკედები ხსნა, ახსნა, ხო, ეგ არის რა, ახსნა. ხო, ანუ ხსნა არის ახსნაში, ხო და აი მე მაგალითად სულ ვცდილობ რომ აი რაღაცები თქვა არა პროვოკაციულ რამე გასაგებად რომ ადამიანმა გაიგოს და დაფიქრდეს და ეს არ არის ერთჯერადი პროცესი აი ეს უცებ ადამიანს შეიძლება არ გაეხსნას იმიტომ კიდე ერთი თემაა რომ ადამიანი როდესაც რაღაცას აცნობიერებს ჯერ ცოტა უჭერს აღიარება საკუთარ თავთან რაღაცის აღიარება ძალიან რთულია და დრომი აქვს ამას ხო და ამიტომ აი ესეც უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანს ხო ანუ ეს რაც დაუშვათ ჩაუნერგეს ტვინში ხო იმას შენ დაანახო აი როგორც ფსიქოლოგიათაც დაანახო რომ თვითონ მივიდეს იქამდე ეს კი არა ეს არის კარგი არა ფსიქოლოგი როგორც აკეთებს დაანახო შეხედე აი ასეა და აბა დაფიქრდი და გვაქვს დრო ჩვენ რომ თუნდაც ამ ფორმით ვიმუშაოთ ეგ არის მაგრამ უბრალოდ მე ვხედავ სხვა გამოსავალს რა ხო მე ვხედავ ამაში რომ ახსნაში და მგონია რომ რაღაც დონეზე აქამდე იმუშავა, სადაც აქამდე გავწელით, ხო და ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ შეიძლებოდა არ მუშაობს. ახლა რას ვაკეთებთ, კაი. დიდი მადლობა, რომ აზრი გაგვიზიარეთ. ქალბატონინო, თქვენ ხომ არ გაქვთ სურვილი? ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე მინდა გითხოთ. რატომ შეხვდა თქვენია? თქვენი აზრი სწორი იყო შეხვედრა მათი? იცით რა კუთხით გეკითხები? ძალიან ბევრი აკრიტიკებდა, რომ პუტინი არის ომის დამნაშავე, ხო? ვიცით, გამოცხადებულია მასზე პრინციპში ჰააგის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ხო? და როცა ასე ზესახელმწიფოს ლიდერი, ხო, ასე რომ ვთქვათ, ხდება ომის დამნაშავე, ვთქვათ, ამ ფორმით წითელ ხალიჩაზე, როგორი საყურებელია, ვთქვათ, თქვენ როგორ უყურებთ ამას? რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხო არა ვარ ის. ახლა ქვეყნის ის არის, რომელსაც სხვა პასუხისმგებლობებია. დიახ. თემთი სოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოა და ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე. თან როგორც ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კომპრომისებზე წასვლა მოაქვს დიდ პოლიტიკას? რა თქმა უნდა და მან სადა ეს და ჯეთი თითო პუტინის ის იყო. მან შეუთვალა ტრამპს როგორც გამიგე. უნდა და შეხვედრა. ამაზე უარს არ იყო და არ უნდა ეხლა. ორი ხარ თქმა უნდა ძალიან ძიმე საყურებელი იყო ისე. იმან რაღაცა თავის გაისწორა ასე თქვა. ისე რაღაც აღიარეს იმათ. ნუ ანგარიშ გასაწევი ძალა სოფლიოში რუსეთი და მე ვისურვებდი ცოტა სხვა მიდგომებს და უფრო ზეწოლას, მაგრამ სადა და ნახოთ მაინც მეგონია რომ ვის სასიკეთოდ იმუშავებს ეს? აი ხომ ნახოთ რომ შაბათ ზელენსკი ჩადის. ანუ ჯერ მაინც ადრეა შეფასება, ხო ამ? ნუ არაფერი შედეგით არ დასრულებულა. დიახ. კი ბატონო, მით უმეტეს. იქ ზელენსკი არ იყო და არ იყო მასზე ზეწოლა და რაღაც ის რომ ხელი მოეწერა. ახლა არ შეიძლება.
მათ თქვა შეთანხმება მათ შორის უნდა შედგეს. და მთელი ევროპაც გაერთიანდა ამის გარშემო. კი, ევროპამ დღეს ევროპელმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი დაიცავენ უკრაინის ინტერესებს. ჩვენ რა მოგწონს ეს არ არის რა. ეხლა სულ მასე ფიქრობთ ისტორიაში პარალელები რასთან შეიძლება გაიგოს. რა პერიოდის ისა იალტა, მიუნხენი, არის თუ რომელია. რომელი შეთანხმება, მაგრამ არის რომ ეპოქაში ცოტა პოლიტიკური ინფორმაციაა. არაფერი არ გაკეთებულა. ასეც არ გაუკეთებია. რაიმე ცოტა მათი ეს კონფერენციაზე ცოტა რაღაცა განაცხადა. არაფერი არ გქონდა ჩავიდა. ალასკაში, ამერიკაში დაიბარეს. დაიბარეს ცენტრში და კი ბატონო. ახლა მე ჩამოდითო და ახლა მე ჩამოსვლაზე არ მგონია. მადლობა ქალბატონო ნინო. რომ გაგვესაუბრეთ ამ თემაზე. ბათუმელების ლაივში ვის გაქვს საუბრის სურვილი? გოჩა. ხომ არ გაქვს სურვილი ისაუბრო ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე? შენ გავაკეთე მაგალითად. ახლა გაგვიკეთეთ კიდე შეფასება. ორჯერ. რავი, რა გითხრა, შედეგის გარეშე დასრულდა კონკრეტული შედეგის გარეშე როგორც განაცხადეს და დანარჩენი რეალური შედეგები რა ნაბიჯებს გადაწყდა. ისე მე ვიგულისხმეთ თუნდაც არ იყო ერთგვაროვანი შეფასება, ხო? ვიღაცამ თქვა, რომ აი ომის დამნაშავე პუტინი და რაღაცნაირად თითქოს საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებული იყო, ხო? უკრაინის ომის შემდეგ პუტინი და შეხვედრითაც არ უნდა შეხვდეს არავინ გამოდის მაგლოგიკი. ორი მხარე იყო შეხვედრითაც, თქმა უნდა, ორივე მხარების პოზიცია დაიცავს და კიდევ კომენტატორების ორი მიმართულებით სწავლე მინიმუმ და ეგ ლოგიკურიცაა. თუ შედეგს არ მოიტანს ეს შეხვედრა, მაინც ღირდა? რეალური შედეგი, როგორც განაცხადა შეხვედრის მონაწილეებმა და მხარეებმა, ანუ შეთანხმებაზე არ მიხდება, არ ყოფილა და მე ველოდები ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ქმედებებს რეალურად და მან დავინახავ რა შეთანხმება შედგა, რა შეთანხმება შედგა და საით წავა ანუ მოვლენები საით განვითარდება. მე ვფიქრობ, რომ რავი ომის დამნაშავე პუტინს სწორად ეძახის ყველა თავისი ამბიციური გეგმების განხორციელების, ანუ გაგრძელების საშუალება არ მიეცემა და ცივილიზებული სამყარო ამერიკის, ევროპის, ბრიტანეთის სახით და რა ვიცი ვინც ცივილიზაციაზე აქვს პრეტენზია, ყველა საკადრის პასუხს გასცემს და თავის ამბიციური ძრახვების ამარა დაპოვებს, რომელსაც განხორციელება რეალურად ვინ გასცემს პასუხს? ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები, რავი, ბრიტანეთი და ასე შემდეგ, ვისაც ცივილიზაციაზე პრეტენზია აქვს, მე ვფიქრობ, ყველა უნდა გასცეს საქართველოს საზოგადოება თუ მოახერხებს, ვთქვათ, აი ამ გეოპოლიტიკურ განაწილება ქვია თუ რა ვიცი ბრძოლაში, რომ არ დარჩეს რუსულ ორბიტაზე და გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი სწორად. მე ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ ყველა მაინც აპელირებს, რომ ხალხზეა დამოკიდებული მოქმედება და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს. რა თქმა უნდა, რა ვიცი, საქართველოს ეგრესორებული ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არის რუსული ხელისუფლების აგრძელება, მე ესე ვფიქრობ, დიდი ხანია და ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვიმოქმედოთ და ამ მოქმედების ნაწილია უწყვეტი პროტესტი, რასაც ეხლა ჩვენ ვართ ამ პროტესტის მონაწილეები, ასევე პროტესტი მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ეგ პროტესტი არის იმის მანიშნებელია, საქართველოს არეგულირება, ანუ მოქალაქეები არეგულირებიან საქართველოს რუსულ ორბიტაზე დარჩენას. რუსული ორბიტისკენ მიყავს ქართულ ცნებას და ჩვენ ვითომ ამ ორბიტის საპირისპირო მიმართულებით წავიდეთ და იყო ჩვენი ისტორიული ცივილიზებული ოჯახის წევრი, რასაც ქვია ევროკავშირი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, სადაც არის საფრთხეობა, მშვიდობა, განვითარება და რავი, ბედნიერი ცხოვრების საშუალება და საზოგადოება მოქმედებს. უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ფიქრობ და აუცილებლობაა და ჩვენი ხარდაჭერების და პარტნიორების ერთად ვფიქრობ, რომ რუსული გავლენებს საქართველოში აუცილებლად დავამარცხებთ და რუსული გავლენები ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში დამარცხება ცივილიზებული სამყაროს მიერ ისე. ანუ მათი იმპერიალისტური ამბიციების დასასრულის ეპოქა და ჩემი აზრით სხვა გამოსავალი არაა, რავი, გამოიწვია თემი სამყარო და რავი, ეს სამყარო თუ
იმაზე წავა, რომელსაც მე არ უჩვევ ზოგადად და ამის დაშვება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ ეგ სამყარო წავა, იმაზე თანახმად თუ იქნება, რომ ავიცი ერთმა ახირებულმა ბებერმა ომის დამნაშავემ და ერთმა სახელმწიფო მთელი სამყარო დააჩოქოს და პატრონად იქცეს ამ სამყაროს, სადაც არავითარი ადამიანის უფლებები დაცული არ იქნება ცხოვრების ელემენტარული საშუალება, ამაზე თუ უნდა წავიდეს სამყარო, მაშინ ეს სამყარო დაქცეულა და ამის შანსს მე ვერ ვხედავ. მე ვფიქრობ, საკადრისი პასუხი გაიცემა ყველას რუსეთის ხელმძღვანელობას და მისი გავლენის აგენტებს საქართველოში, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებას და ყველგან სადაც არიან ისინი. მე ესეთი ოპტიმისტური მოლოდინი ვარ. მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ? მე თემას მინდა გადავხდეთ. სახე შემახსენეთ? ზურაბი რამაც. ბატონო ზურაბ, ხო. სხვა თემაზე გინდა საუბარი? თემას მინდა გადავხდეთ. დიახ. კახარიას პარტიამ და ლელომ გადაწყვიტეს ესე აქ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებზე აკეთებ, ხო, აქ? რა თქმა უნდა. ელისაშვილის კანდიდატურა წამოაყენოდა. მე ურჩევ რომ არ წამოაყენო. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას მე ძალიან კარგად ვიცნობ. დიახ. გაჩუქდებიან დრო-დროში რომ მოვა დარჩება ერთი პირე. მე რა თქმა უნდა ხაზარაძეს და ელისაშვილის საუბარი თუ იცით რუსთავიოზე როგორი რთული საუბარი ქონდა. ანუ ელისაშვილი ლანძღავდა ხაზარაძეს. კი ბატონო. მაგას რა თქმა უნდა გააპიარებენ, კიდე გავაფრთხილე ოპოზიცია და აუცილებლად გააშავებენ მე და ვინც არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს. კახარია და ლელო ორივე დამარცხდებენ და მე არ მინდა რომ ოპოზიცია დამარცხდეს. ისეთ ნახე საზოგადოების დიდი ნაწილი ვინც პროტესტშია, ისედაც ამბობს რომ არ აპირებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ხო ეს ამარჩევნებსაც არ აღიარებენ და აქ კი მნიშვნელობა ვინ იქნება ამ ორი პარტიის მერობის კანდიდატი აქვს კი დიდი მნიშვნელობა იმ არჩევნებში მონაწილეობას რომელსაც ეს ხალხი თუნდაც ვინც აქ დგას ქუჩაში რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს ანუ აქცენტირება თუ ღირს თქვა ამაზე გასაგებია გივიგე მაგრამ ჩვენ მოუწევს თუ არ მოუწევს ფაქტია რომ ორი პარტია მონაწილეობას ღებულობს ხო? დიახ, მათი არჩევანია დიახ. რას არ უნდა ვთქვათ რომ სიტყვაზე რატო ღებულობს მონაწილეობა და რას არ უნდა უკიჯუნოთ, მაინც ღებულობენ მონაწილეობას. კი ბატონო, თუმცა ჩვენთვის საზოგადოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, ამას გულისხმობ. საზოგადოების არჩევანი, საზოგადოების ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ნაწილისთვის არა. თქვენ აპირებთ ამ არჩევნებზე ხმის მიცემას ვინმე, ვის წასვლას? გასაგებია რომ ოპოზიცია მონაწილეობს, რა თქმა უნდა თავისთავად დროში მოვა, გადავწყვეტ სიტუაციას კანდიდატებს შევხედავ, თუ მომეწონება კანდიდატები და ღირსეული კანდიდატები იქნებიან, რა თქმა უნდა ვიბრძოლებ კიდევაც, მაგრამ თუ შევხედავ სიტუაციას, რომ არ იქნებიან ღირსეული კანდიდატები ერთ მოჯადოებულ წრეზე რატომ უნდა ვიაროთ? სწორედ ამიტომ მინდა გავაფრთხილო ოპოზიცია, რომ ელისაშვილის კანდიდატურას რა თქმა უნდა დრო-დროზე მივა ერთი კვირა დარჩება, რუსთავიორიდან ამოიღებენ იმ კაცს ხაზარაძე ელისაშვილის საუბარს და აუცილებლად რა თქმა უნდა დაამახინჯებენ და გააშავებენ ელისაშვილს და შედეგი რა იქნება? შედეგი ეს იქნება, რომ ქუჩაში ოპოზიციის გარდა რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს დამარცხდება და ეს არ მინდა ოპოზიცია რომ დამარცხდეს აქ კი ოპოზიციას იმ არჩევნებში მოგების შანსი როცა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეუბნება რომ მე არ მოვალ ამ არჩევნებში და ვისი იმედზე არიან ასე რომ არა გასაგებია მით უმეტეს როდესაც არც საკანონმდებლო ნორმები უწყობთ ხელს ხო იცით რომ ძალიან ბევრი რეპრესიული კანონია და დაკვირვების უფლებასაც საშუალებაც კი არ აქვს არც არასამთავრობოებს არც მედიას და ასეთ პირობებში მიღებულ არჩევნებში მონაწილეობას რა ვიცი თქვენ როგორ უყურებთ საერთოდ არა გასაგებია რასაც ამბობთ მაგრამ კიდევ მეორე საზოგადოების ნაწილი არის რომ სურს არჩევნებში მონაწილეობა ნაწილი არის არ ხო გამიგე ახლა ჩვენ საზოგადოების ნაწილი რომელსაც სურს მონაწილეობა მას ძალიან ჯერ შემოუტრიალებს ხო რა არის თქვენი აზრით დღეს მნიშვნელოვანი ის რაც ქუჩაში ხდება თუ ის რისკენაც აიღო გეზი მორმა ოპოზიციურმა პარტიამ რა არის გადამწყვეტი სწორედ ამიტომ მინდა დავასრულე საზოგადო არ შეიძლება ჩვენ გავეხვდეთ მახეში ანუ რას გულისხმობთ ოპოზიციის მარცხი ეს როგორიცი საერთო მარცხი იქნება მაგრამ ორ პარტიაზე აქვს საუბარი იმიტომ რომ სხვა პარტიის ხელმძღვანელი არის ციხეში დიახ ხვდები მაგრამ ამ ორი პარტიის არჩევნებში მარცხი ეს თლიანი ოპოზიციის მარცხი იქნება ნაწილობრივ არ მგონია მე ასე არ ვუყურებდი მე პირადად ასე ვუყურებ ყველა თავისი აზრი აქვს მაგრამ მე პირადად ასე ვუყურებ რატო იცი საზოგადოება დაიღალა ოპოზიციის მარცხით და საზოგადოება რომ დაინახავს რაღაც იმედის ნაპერწკალს რომ თუნდაც ამ ორმა პარტიამ გაიმარჯვა მიხდი უფრო მეტად იფეთქებს საზოგადოება ხო გამიგე და თუ ეს ორი პარტია დამარცხდება ბოლომდე ხო გამიგე და ბოლომდე დამარცხებული იქნება საზოგადოება ჩაიქნევს ხელს სამწუხაროდ ჩვენ
ყავს საზოგადოება, რომელიც ხელს იქნევს არის პერიოდი და ძინავს. სამწუხაროდ ამ მიძინებულ პერიოდში დღეს საზოგადოება. სამწუხაროდ და საუბედურით, იმიტომ რომ დღეს აქციაზე მაგალითად 50 კაცის არ არის, რომ დავითვალო. რატო? დღეს აქციაზე უნდა იყოს სუმცირე 2000-3000 კაცი, ხო? მაგრამ არ არის. რატო არ არის? იმიტომ რომ მიძინებულია საზოგადოება და ამ რეალობას ამოცნობას ვერ გავიქცევით და ამიტომ მაშინ როცა მაგ ხალხს ძინავს გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება აგერ ჩვენ სამეზობლოში და მთელ მსოფლიოში და რა ვიცი თქვენ ფიქრობთ რომ ვერ იაზრებენ მაგალითად რატომ გადაწყვიტეს ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა დასავლეთზე ორიენტირებულობა სწორედ ახლა თუნდაც ამ უკრაინაში ომის ფონზე რას ფიქრობთ რა რისი ბრალია ეს ყველაფერი საზოგადოება ძალიან კარგად იაზრონებს და აზროვნებს და ყოველთვის აზროვნებდა ჩვენი საზოგადოება არა მაშინ რატო ძინავთ როგორც თქვენ ამბობთ გეტყვით მიზეზი რა არის მიზეზი ეს არის ვერ ხედავს საზოგადოება ოპოზიციის ძალიან სერიოზულ ეფექტებს ანუ ოპოზიციას ბევრ რაღაც აკლია ანუ ხიბლია დაუშვათ არ ყავს ოპოზიცია ქვეყანაში მოქალაქემ არ უნდა იზრუნოს ამ ქვეყნის გადარჩენაზე ოპოზიცია რო არ ყავს და მაგალითად სიტყვაზე შენ მოქალაქეს თხოვ პასუხს მაგალითად რომ შენ ქუჩაში გამოდი და იბრძოლე ესე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია უნდა იყოს ბევრად ძლიერი ბევრად მარჯვე რომ საზოგადოება გაყვეს. საგებია, მაგრამ ნახეთ ოპოზიციის ლიდერები არიან დაჭერილი უმრავლესობა, ხო? და თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი რომ ციხეში არიან, მოქალაქემ ამ ქვეყნის გადასარჩენად არ უნდა იბრძოლოს, გულისხმობ პირადად მის უფლებებს, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში შეზღუდული, ხო? ანუ სახელმწიფოებრიობა ირყევა ამ ქვეყნის, შეიძლება ხვალ აღარ ვიყოთ როგორც ქვეყანა. ამას გულისხმობ. ანუ გასაგებად რო გითხრათ, საერთოდ ოპოზიცია რომელიც ამბობს ქუჩაში გამოდი და ეს არის გეგმა მხოლოდ და მხოლოდ. დიახ, ანუ გასაგებია ეს არის გეგმა. ვთქვი? ანუ კონკრეტული სტრატეგია, ეკონომიკური სტრატეგია, საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რა თქმა უნდა თავისთავად პოლიტიკური ხედვა რეალურად საზოგადოება ბოლომდე უნდა დაარწმუნოს, შენ გაქვს ძლიერი საგარეო პოლიტიკური ხედვა, შენ გაქვს მაგალითად შიდა პოლიტიკური ხედვა ძლიერი. საზოგადოება ბოლომდე უნდა მაგრამ ამის ველი ამოისპო დღეს ქვეყანაში, ამაშია საქმე, რომ ველი მოსპეს, რომ ამაზე მიდიოდეს ქვეყანაში დისკუსია, იმიტომ რომ ადამიანებს პირველი დაუტოვეს ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა, რომ სიღარიბეა ქვეყანაში და მეორე ის, რომ ფაქტობრივად ჩვენ წყვეტენ მთლიანად დასავლურ ორბიტას, ხო? ეს რაღაც პოლიტიკური ჯგუფი. ამაში ვერ ხედავს პრობლემას, რომ ეს დაუყენეს დღეს ქვეყანას პრობლემა? ვერ ხედავს, სწორედ ეს არის პრობლემა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მე ესე ვფიქრობ, რომ კიდევ არის დამოკიდებული და დაიმედებული რაზე ოპოზიცია რამდენად იმარჯვებს. აჰა. ოპოზიცია არის მზის სხივი საზოგადოების. თუ ოპოზიცია არ იქნება ძლიერი, საზოგადოება თავისთავად იქნება დამარცხებული. რატო ხდება დიქტატურ სახელმწიფოში, რატო ამარცხებენ ჟურნალისტებს, რატო ამარცხებენ ოპოზიციას? მაგალითად, იმიტომ ამარცხებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამით მარცხდება საზოგადოება. რა მოხდა რუსეთში? მაგალითად. ავიღოთ მაგალითად. პუტინმა დაამარცხა ოპოზიცია. დაჟე მეორე ქუჩაში მოკლა. ასევე დაამარცხა არასამთავრობო ორგანიზაციები, დაამარცხა ჟურნალისტები და მართა თავისებურად. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რა ვაჯერობ ზინა ივანიშვილი სამი დაკვეთა აქვს, რომ დაამარცხოს ტელევიზია, დაამარცხოს ოპოზიცია, დაამარცხოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ შესაბამისად დაამარცხოს საზოგადოება და როცა ხედავს საზოგადოება, რომ ოპოზიცია არის როგორც ჩამკდარი და მზის სხივი არ ჩანს ოპოზიციის მხრიდან, ბუნებრივია რა თქმა უნდა საზოგადოება აღარ გამოდის ქუჩაში ისე როგორც საჭირო თვლის. თუ ძალიან დიდი იმედი აქვს ოპოზიციისა საზოგადოება რატო არ გამოდის ქუჩაში? მოდი ასე დავსვამგეთ. გასაგებია ბატონო ზურაბ, მესმის. კი ბატონო, დიახ. მე დავკარგე ბულვარში ტელეფონი. დიახ. და პოლიციას რომ მიმართა, რომ უთხარი რომ დავკარგე ტელეფონი უთხარი. ჩამეძინა და დაღლილიყავი და ხო დაურეკა და სარფში ვარო. მე ჩემი ტელეფონი აიღო უპასუხა. კარტა არ ქონდა მიგდა უპასუხა. რუსი იყო ეს კაცი. სარფში ვარო. დიახ. მე უთხარი სარფში რო ხარ, მე უთხარი ჩამოგაგითხოთ მე და პოლიციელები ყურე რას ამობენ? ჩამოვაო მაგი. ანუ პოლიციელები ელოდებიან, რომ ქურდი როდის მოვა მისი ფეხით? მოაგითხავს ქურდი. ანუ წარმოედგინე, ესეთი საუკეთესო პოლიცია ბათუმში და საქართველოში რო არის. საერთოდ სოფლიოში არ არსებობს, რომ კრიმინალს ელოდება პოლიციელი მიაგითხოს. ახალი წარმოდგენა კრიმინალზე. ხო, ესეთი კარგი მუშაობა რო აქვს, ესეთი ეფექტური მუშაობა რო აქვს. მე რა ხე შემოაკითხა?
რა შემოაკითხავდა ერთი ბაბუა ჩემი აკითხავდა საფლავიდან და მეორე ის კრიმინალი. არც მოძებნეს აი ამ იმის ზარის მიხედვით ადგილმდებარეობის ელოდებოდა ბატონო 5-6 პოლიციელი ელოდებოდა სარფიდან როდი ჩამოვიდოდა კრიმინალი ბულვარში. წარმოიდგინეთ ესეთი მაგარი პოლიცია რო ყავს, ამიტომ არის დამარცხებული საქართველოში კრიმინალი და ამიტომ აღარ არსებობს კორუფცია და კრიმინალი ამ ქვეყანაში. ან ტელეფონის დაკარგვა. კი დაუკარგე და რომ მივართე პოლიციას კრიმინალს ელოდებოდა სასაცილოა რა თქმა უნდა თავისთავად. ხო დღეს ისეთი მოცემულობა არის რომ ალბათ თქვენ რო არ დაგაჯარიმეს მადლობა უნდა უთხრათ არა? რატო დაკარგეთ? დააბარო რა დავაჯარიმეთ არა? ალბათ გან არაფერი არა გამორიცხული რომ დამიჭირო დააბაროთ არის არა გამორიცხული. რატო დაკარგეთო? კარგით ბატონო სურაბ დიდი მადლობა. მეგობრებო შეგახსენებთ ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუერთით რომ დღეს არის პროტესტის 262 დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები განან ქუჩაში აპროტესტობენ ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკას და ასევე იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყანას ფაქტობრივად წყვეტს დასავლურ სამყაროს და რეალურად მათი განცხადებები, მათი ნაბიჯები და მათი ქმედებები მიმართულია ეკეთკენ, რაც ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ქართულ ოცნებას გეზი აქვს აღებული ოკუპანტი რუსეთის მიმართულებით და ის ყველანაირად ცდილობს ყველა ფორმით მოწყვიტოს ეს ქვეყანა დასავლურ სამყაროს. მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან არიან გააქტიურებული იმით რომ როგორმე ჩამოშორდნენ რუსულ ორბიტას და მიუხედავად იმისა რომ აი მაგალითად თუნდაც სომხეთში არის რუსული ბაზები განთავსებული სომხეთი მაინც აქტიურად არის ამოქმედებული და გამოხატავს ასე რომ ვთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მაშინ როცა მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლებას თავიანთ ამომრჩევლებს აშინებს იმით რომ აი ომს დაიწყებენ და აი თუ ჩვენ ევროპული ინტერესები გამოუხატეთ და ევროკავშირში გავწევრიანდით აი ომში ჩაგვთავენ და ასე შემდეგ რეალურად ეს რომ არის პროპაგანდა და არა რეალობა აი ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწორედ ახლა აი თუნდაც უკრაინის ომის ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება რომ მათი ადგილი არის ვთქვათ დასავლეთში და არა რუსეთში და ისიც დავინახეთ რომ ამ წლების განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის მედიატორის როლს რომ ითავსებდა რუსეთი ვერასდროს ვერ მოგვარდა ამ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა და მტრობა ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური და სწორედ ახლა თეთრ სახლში მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და ამით პრინციპში ხაზი გაუსვეს იმას, რომ რეალური მშვიდობა არის დასავლეთში, დასავლეთი უწყობს რეალურ მშვიდობას და შერიგებას ხელს და არა რუსეთი, რომელიც ექსპერტების თუ სხვა ადამიანების შეფასებით იკვებება სწორედ აი ამ მტრობით, შუღლით, სეპარატიზმით, ომებით და ასე შემდეგ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ საუბრობდით რეპრესიებზე ცხადია, ქართული ოცნების მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებზე, რომელიც მიმართულია პირდაპირ იმისათვის, რომ ქვეყანაში აღარ იარსებოს სამოქალაქო საზოგადოება, აღარ იარსებონ დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიებმა და ისიც რომ მათ მიიღეს ეგრეთ წოდებულ ფარა, რომელიც რეალურად არის რუსული კანონი და ასევე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნის აგენტების სიაში რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ასე რომ ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს გადაუკეტეს, ასე რომ ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე ყველა გზა, რომ ვერ მიიღონ დასავლური დახმარება და იცით, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის დღიდან დასავლეთი ყოველთვის ეხმარებოდა დასავლური ორგანიზაციები ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მათ შორის ეხმარებოდა გრანტების სახითაც, ეხლა რუსული კანონებით აი ამ გრანტების მიღება აუკრძალეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და სწორედ აი ამ ფორმით ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ ფინანსურ წნეხში მოაქციოს, მათ შორის ფინანსურ წნეხშიც მოაქციოს ეს ორგანიზაციები, რომ ამ ქვეყანაში ვეღარ ემსახურონ დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და რაც სწორია ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვას.
და თქვენ იცით რომ ანტიკორუფციული ბიურო ქართული ოცნების ასევე აიძულებს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ ისინი დარეგისტრირდნენ აი ამ უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრში და თუ არ დარეგისტრირდებიან თქვენ იცით რომ ფაქტობრივად მუქარა გაისმა მათი მხრიდან რომ ისინი დაიწყებენ სისხლის სამართლებრივ ასე რომ ვთქვათ მოქმედებებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით გუშინ იყო განცხადება გაკეთებული ჯერჯერობით 7 ყველაზე აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ არის ეს მოქმედებები დაწყებული დღეს გავრცელდა ასევე 34 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება რა თქმა უნდა სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად და ასევე განცხადებაში საუბარია იმაზე რომ არავითარ შემთხვევაში არავინ არ უნდა დარეგისტრირდეს აი ამ ღირსების შემლახავ რეესტრში რომელიც რეალურად ებრძვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არა იმ ორგანიზაციებს რომლებიც მართლა ჩვენი მტერი ქვეყნის რუსეთიდან ოკუპანტი ქვეყნიდან იღებენ ასე რომ ვთქვათ ფინანსურ მხარდაჭერას და პროპაგანდისტულ მხარდაჭერასაც ასევე შეგახსენებთ რომ ქართული ოცნების რეჟიმის მიერ დაკავებული არის საპროტესტო აქციებზე, რომელიც ქვეყანაში მე-9 თვეა მიმდინარეობს 65-მდე ადამიანი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის, 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებიც დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ გამოცხადდნენ წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე. და სულ ეს იყო მიზეზი იმისათვის, რომ ეს ადამიანები წელიწადი და ზოგიერთი მეტი ხნითაც, ასე რომ ვთქვათ, გამოეკეტათ ციხეში. და ასევე შეგახსენებთ, რომ ამ სინდისის პატიმრებიდან მხოლოდ 2 ადამიანია ამ დროისთვის თავისუფლებაში. გიორგი ახობაძე და აბრამოვი, ახალგაზრდა 22 წლის, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს. დანარჩენები რამდენიმე სინდისის პატიმარი ზუსტად არ მახსოვს სტატისტიკა 7 თუ 8 დატოვეს პატიმრობაში ძირითადად მსგავს გადაწყვეტილებებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იღებს და აუსჯის სინდისის პატიმრებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობას მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარე ვერც ბრალდებას ასაბუთებს და არ აქვს მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ ადამიანების დანაშაულის დასამტკიცებლად, აი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს რეჟიმის სასამართლო და პატიმრობაში ტოვებს იმ ხალხს, რომლებსაც დანაშაულს ვერ უმტკიცებენ და პატიმრობაში დატოვეს, როგორც იცით, ბათუმელების მენეჯერი მზია ამაღლობელიც მას ოცნების სასამართლომ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ბრძოლა გრძელდება და სიმართლის დასამტკიცებლად და სინდისის პატიმრებიც ყველა აცხადებს, რომ ისინი ბოლომდე დაიცავენ თავიანთ სიმართლეს ბოლომდე და მოქალაქეებიც აცხადებენ იმას, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება დასავლურ გზას, ევროპულ გზას, რადგან ძალიან დიდი საფრთხეა იმის, რომ ერთ თვეში საქართველოს დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ძალიან დიდი პრივილეგია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე მიიღონ ეკონომიკური და სხვა სარგებელი, სამუშაო ადგილები, დასაქმდნენ და ასე შემდეგ და აი ამ პრივილეგიას ართმევს ქართული ოცნება და მის მიერ მიღებული ანტიდასავლური გადაწყვეტილებები. და რაც ყველაზე მტკივნეულია, არ არის გამორიცხული, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა და ქართული ოცნება დარჩა ისევ ასეთ არალეგიტიმურ მდგომარეობაში ხელისუფლების სახით, შესაძლოა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც კი დაკარგოს და ასე დარჩეს იზოლირებული არა მარტო დასავლეთისგან, ისიც კი არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება სამეზობლოშიც კი დარჩეს იზოლირებულად, რადგანაც როგორც გითხარით, სომხეთი და აზერბაიჯანი ღიად გამოხატავენ თავიანთ პროდასავლურ განწყობებს და არ არის გამორიცხული, რომ ისინი აღმოჩნდნენ ჩვენზე წინ ამ შემთხვევაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებული და საქართველოს დარჩეს უკან წარსულში რუსეთთან, თავის მტერ ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში იყავით ჩვენთან, იღებდით ჩვენგან ინფორმაციას, გვისმენთ, გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროს ტრადიციულად. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, ნახვამდის.